ეთერშია საავტორო რუბრიკა სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი. მე გახლავართ ლაშა კოტორაშვილი. ვიდრე გადაცემის სტუმართან სასაუბროდ გადავალთ, გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის მიზანია კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ ადამიანების საინტერესო ისტორიებით, გამოცდილებით, მიღწევებით. რუბრიკის ფარგლებში რეგულარულად ჩავწერთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: კულტურის, სპორტის, განათლების, ბიზნესის, ხელოვნების თუ საზოგადოების აქტიურ საპატიო გამორჩეულ წევრებს. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ პროფესიულ და პირად გამოცდილებას. გადაცემებში გაიჟღერებს ბევრი საინტერესო თემა, ემოციური ისტორიები, გულწრფელი საუბრები. სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი არ იქნება მხოლოდ რუბრიკა და ინტერვიუ, ეს იქნება დიალოგი ადამიანებს შორის, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის, გამოცდილებასა და მომავლის იმედებს შორის. მადლობას ვუხდით ყვავილების სალონს კესანეს, რომელიც მდებარეობს მომავლის პარკში რესპუბლიკის ქუჩაზე. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალბატონი ზოია თევზაძე ჭინჭარაძეა, პედაგოგი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ასწავლის სკოლაში. ქალბატონ ზოიას დღეს მე-6 საჯარო სკოლაში ვესტუმრეთ, რომელშიც 56 წელზე მეტია მუშაობს. ქალბატონი ზოია ყველა გაკვეთილისთვის დღემდე განსაკუთრებულად ემზადება. მან არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობა აღზარდა და ამ დრომდე წარმატებით აგრძელებს. გამოყევით წის საინტერესო გადაცემა გელით. ქალბატონ ზოია, უპირველესად მადლობას გიხდით დროის დათმობისთვის. რატომ გადაწყვეტეთ გამხდარიყავით მასწავლებელი და ზოგადად როგორ დაიწყო თქვენი პედაგოგიური ბიოგრაფია? შემთხვევით არ დაწყებულა, მე გავიზარდე პედაგოგთა ოჯახში. მშობლები ორივენი პედაგოგები იყვნენ, ამიტომ ის ფაქტი, რომ დღეს მე პედაგოგი ვარ, ეს სულიადაც არ იყო ჩემთვის უცხო და წარმოუდგენელი. გაიხსენეთ თქვენი პირველი გაკვეთილი და მოსწავლეები, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები. ჩემი პირველი შესვლა გაკვეთილზე, რა თქმა უნდა, ემოციური იყო და ამას ემოციებს ვერ უარყოფთ, მაგრამ მე იმდენად ვიყავი ამ პედაგოგიური საქმიანობის გათვით ცნობიერებული, შეიძლება ითქვას, ჩემთვის ძნელი არ ყოფილა გაკვეთილზე შესვლა და გაკვეთილის ჩატარებაც. როგორია თქვენი და თქვენი ყოფილი მოსწავლეების შეხვედრა? ურთიერთობა, მე როგორც თქვენ აღნიშნეთ, სკოლაში მუშაობ თითქმის 60 წელი და ძალიან ბევრი თაობა მყავს გაზრდილი, ასე შეიძლება ჩავთვალოთ და დღესაც ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ ნორმალურ ფარგლებში ხდება. მე ვფიქრობ, ჩემი ყოფილი მოსწავლეები თუ შემხვდებიან ქუჩაში ან სადმე, გვერდს არ ამივლიან და დარწმუნებული ვარ მაგაში. თქვენი გამოცდილების შესაბამისად საინტერესო იქნება თქვენი აზრი, რომ შეადაროთ ის ძვლები და დღევანდელი თანამედროვეობა. როგორც მოგახსენეთ, ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ და სწავლის ფორმა, მიდგომის ფორმა ადრე მეტი სხვანაირი ვქონდა ბავშვებთან, დღეს უკვე უფრო სხვანაირი და მე ყველა შემთხვევაში მაინც ეს მომწონს დღევანდელი ფორმა, იმიტომ რომ დღეს უფრო მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ბავშვებთან, რასაც ვერ ვიტყვით იმ ძველ დროსთან შედარებით და ეს მეგობრული დამოკიდებულება უფრო მეტად თავისუფალს ხდის მასწავლებელსაც და მოსწავლესაც თავისი საკუთარი აზრის გამოხატვის, მის სულიერ სამყაროში ჩაწვდომის, ასე რომ მასწავლებელი მაინც მანამდე ხარ მასწავლებელი, სანამ სწავლობ. ასე რომ ჩვენ ახალგაზრდების შესაბამისად ვსწავლობთ იმ მოთხოვნებს, იმ პირობებს, რასაც დღევანდელი სწავლების ფორმა გვიჩვენებს მოსწავლეებთან ურთიერთობაში. სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სკოლებში მუშაობდით და უფრო ცუდად რომ გითხრათ ამის შესახებ. კი ბატონო, პირველად მუშაობა დავიწყე სამტრედიის რაიონში, სოფელ წიაღოვანში, მათემატიკის მასწავლებლად და პარალელურად კიდევ იქვე მეორე სკოლა, ოფეთის საჯარო სკოლა, იქაც ვასწავლედი. მაგრამ შემდეგ ჩემი ოჯახი ამ სკოლასთან ახლოს ცხოვრობს და როდესაც გადაწყდა, რომ აქ სკოლა უნდა აშენებულიყო და აშენდა 1968 წელს გაიხსნა პირველი 2 კლასით, ქვიოდა ძველი სამტრედიის დაწყებითი სკოლა მაშინ. მე გადმოვედი ამ სკოლაში 1969 წლიდან უკვე სამუშაოდ და მას შემდეგ მუშაობ დღესაც აქ.
და ასე რომ ურთიერთობები ახლა ბავშვებთან ურთიერთობები, ის მეთოდები, სწავლის ფორმები წეგანაც მოგახსენეთ, რაც უფრო დრო გადის, სიახლეებით შემოდის და მასწავლებელი, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, რომ აი ამ სიახლეს ვიზიოთ და იმ ძველი რაღაცა დაშტამბული ფორმებით, რა თქმა უნდა, ვერ ვიმუშავებდი და ვერც დღესაც მე მგონია მაინც მხარსობამ ამ თანამედროვე მოთხოვნებს და ამ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ვაგრძელებ მუშაობას ბავშვებთან. ძალიან საინტერესო, ასევე საინტერესო ფრაზა ახსენეთ, მასწავლებელი ვართ იქამდე, სანამდე სწავლობ. რა თქმა უნდა. და რას ნიშნავს ამ კითხვის შესაბამისად, რას ნიშნავს იყო კარგი პედაგოგი და რამდენად საჭიროა სიმკაცრე და რამდენად ხართ თქვენ კაცრი? კი ბატონო. ეხლა რომ იყო კარგი პედაგოგი, პირველ რიგში საგანი უნდა იცოდე კარგად. მაგრამ მარტო საგნის ცოდნაც არაა საკმარისი მასწავლებლად მუშაობისთვისაც. უნდა ეუფლებოდე ყველა იმ მეთოდებს და იმ ხერხებს, რითაც მასწავლებელს შეუძლია გადასცეს ეს მისი ცოდნა თავის ბავშვებს და მოსწავლეებს შევაყვაროთ საგანი. ამისთვის წეგანაც გითხარით ეხლა ეს თანამედროვე მიდგომები მე ვფიქრობ უკეთესია, იმიტომ რომ უფრო თავისუფლად ვარ ბავშვებთან. ბავშვი არ გრძნობს თავს არანაირ შეზღუდულად და რაც შესაძლებლობა აქვს ბავშვი, აი ამ შესაძლებლობას ამჟღავნებს. და იქ ძალა ვთქვათ, დასჯა ბავშვის, რაც უნდა გითხრათ, რომ ძველ მოთხოვნებში ჩადებილი იყო სასწავლო პროცესში, ეს ამისი გამოყენება არ ხდება და ამიტომ ბავშვები უფრო თავისუფალი არიან, უფრო გახსნილი არ ეშინია, რომ თუ არ უპასუხავ აი მშობელს დაუბარებენ, აი ცუდ ნიშანს დაუწერენ რაღაცა და აქედან გამომდინარე, იმიტომ ვთქვი, მასწავლებელი მან დაშტამბული ვერ იქნები, აუცილებლად აი ამ თანამედროვე მოთხოვნასაც უნდა შეუსაბამოთ ის ჩვენი მოთხოვნებიც. და დღევანდელი ბავშვები უფრო არიან მოსწავლეებიც, ამავე დროს მეგობრებიც მასწავლებლისთვის. ძალიან საინტერესო. აი და ვინც დამწყებია ამ სფეროში, ამ თემას თითქოს არ გავცილდებით ამ კითხვას, გავფიქრობ, დაინტერესებთ თქვენი რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი გაკვეთილი ჩატარდეს და ჩაატაროს მასწავლებელი? კი, კარგი მასწავლებელი რომ იყოს, როგორც გითხარით, ჯერ ერთი აუცილებლად ცოდნა. აუცილებლად ცოდნა და მერე აუცილებლად ბავშვის სიყვარული. თუ ბავშვი არ უყვარს პიროვნებას ან გრძნობს, რომ ვერ შეიყვარებს ამ ბავშვებს, ყველა ტიპის ბავშვი უყვარს, არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე იყოს მაინც და მაინც კარგად სწავლობდეს, ვთქვათ, მე მათემატიკას ვასწავლე და ცოტა რთული საგანია, სხვა უნარებს მოითხოვს, სხვა გააზრებას მოითხოვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც ეს მათემატიკური გააზრება ცოტა დაბალი დონის აქვს, ეს ბავშვი არ გეყვარდეს და მას პატივი არცე იმ პროფესიის არჩევაში, რაც პროფესიასაც ის აირჩევს შემდეგ. ამიტომ ყველა დამწყებ მასწავლებელს მე უსურვებდი, როგორც გითხარით, აუცილებლად უნდა იყოს საგნის კარგი მცოდნე და აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვი. ნამდვილად. აი, ვინაიდან შევეხეთ მასწავლისა და მოსწავლის შორის ამ ურთიერთობასაც, ხშირად გაჟღერებულა ბავშვებისგან, რომ მაგალითად ეს საგანი არ მიყვარს, რაღაცა ეს ვერ ვიგებ. რამდენად არის მასწავლებელზე დამოკიდებული ბავშვს საგანი უყვარდეს? რა თქმა უნდა, ძალიან დიდად ბევრადაა მასწავლებელზე დამოკიდებული. ეხლა უყვარს ერთი საკითხია, ესმის და უყვარს, მაგრამ მეორე, აი რომ ჩახედავს ხილს, თქვა ზარირიკება და იცის, რომ მასწავლებელი უნდა შევიდეს მასთან, ბავშვს არ უნდა ეზარებოდეს. ალბათ გამიგებთ, შეიძლება არ იცოდეს საგანი, მაგრამ მაინც გაკვეთ მასწავლებელი არ უნდა ეზარდეს, შესვლა არ უნდა ეზარებოდეს იმ გაკვეთილზე. აი ეს უკვე მასწავლებლის მეთოდური დახელოვნებაა და ეს არის მასწავლებლისთვის ყველაზე მთავარი, რომ გაუგოთ ვისაც რა შეუძლია ის ესწავლოს. ნამდვილად. აი ეს უნდა წამოვწიოთ ჩვენ წინა პლანზე და ის უნარები განუვითაროთ ბავშვს, რაც მას შინაგანად აქვს.
და რა ვიცი, ჩემი რჩევა ბავშვებისთვის სულ ასეთია, სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ კარგი, ვერ გებულობს, თქვა, ვერ გაიგო, ხო? როგორც შეძლებს ისე გაიგოს, მაგრამ ცხოვრებაში უნდა აერჩიოს ის გზა, რაც მას ყველაზე ძალიან უყვარს და მე ყოველთვის მოხარული ვიქნები თუ მისი განვითარება იმ გზით წავა, რაც მას მოსწონს და რაც მას უყვარს. ასე რომ დიდი დაძაბული როგორ გითხრათ, ახლა ურთიერთობა კლასთან და ბავშვებთან არ მაქვს. იმიტომ რომ საგანიც მაქვს ისეთი, მთლიანად მთელი კლასი დაკავებულია და ჩართულია გაკვეთილში და მეტნაკლებად ახლა ზოგი სწრაფად აზროვნებს, ზოგი ნელა აზროვნებს, მაგრამ ამისთვის, ამ ნელი აზროვნებისთვის ბავშვის დასჯა მე არ მიმაჩნია სწორად და არც დამისჯია ამისთვის ბავშვი. თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, წერა მკაცრი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ზღვარი ჩემსა და ბავშვებს შორის ნამდვილად არსებობს და გაკვეთილის მართვისთვის ეს აუცილებელია, რომ გაკვეთილი მართო მასწავლებელი. ძალიან სწორი გზავნილებია ჩემი შეხედულებით, როგორც მოსწავლეების მიმართ, ისე კოლეგების მიმართ. როგორც ვიცით, რამდენჯერმე მონაწილეობა გაქვთ მიღებული მოსახლეობის აღწერთ საქმიანობაში. უფრო დეტალურად ვიამბობ ამ შესახებ. რა ხდებოდა ახლა ადრე განსაკუთრებით ძირითადად საზოგადოებრივი დავალებები ბევრი მქონდა, რომელიც ყველანაირი ანაზღაურების გარეშე გადადიოდა მასწავლებლების მუშაობის ხარჯზე. ასევე მეც ვიყავი ჩართული ამ საზოგადოებრივი დავალებების შესრულებაში, კერძოდ მოსახლეობის აღწერა ტარდებოდა ყველა 10 წელიწადში ერთხელ და ჩემი მუშაობის პროცესში 3-4 ჯერ მაქვს აი ამ მოსახლეობის აღწერაში მიღებული მონაწილეობა. მართალია ვამბობ, რომ ეს ხდებოდა ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, მაგრამ სამაგიეროდ ურთიერთობა მიწევდა მოსახლეობასთან. თითქმის ყველა ოჯახში შევდიოდი და ყველა ოჯახის სოციალურ მდგომარეობას ვეცნობოდი, მათ პირობებს ვეცნობოდი, აი ჩვენი ბავშვებიც სადაც იზრდებოდნენ, როგორ ოჯახებში იზრდებოდა და აი ეს ურთიერთობებსაც ვახერხებდი კარგად. და ამითაც შეიძლება ითქვას, რომ მაყოფილი ვარ იმით, რომ ბევრ ხალხთან მქონდა ურთიერთობა აი ამ მუშაობის პროცესში. გამოცდილება რამდენად ურჩევდით სხვებს ამაში მონაწილეობას? რა თქმა უნდა, ეხლა დღევანდელ დღეს უკვე უფასო არაფერი არ არის და ყველა საქმიანობა ნაზღაურდება თავისი შესაბამისობით და რაღაცით, მაგრამ აი რა ხდება, იცით, მე მაინც განყენებულად ადამიანი ვერ იცხოვრებ. რაც უფრო მეტია ეს სოციალური ურთიერთობები ხალხს შორის, მით უფრო მეტია დათმობაც, მით უფრო მეტია გაგება, მით უფრო მეტია სიყვარულიც და პირიქით მივესალმები ასეთ რაღაცეებს და ყოველთვის ურჩევ ჩემ თანამშრომლებს, რომ თუ რაიმე დავალება არის, ჩაერთონ საქმიანობებში, მივიდნენ ხალხთან ერთად, გაიგონ იმ ხალხის აზრიც, მათი მდგომარეობაც და შემდეგ უკვე ცხადია მუშაობაც არ არის რთული. კარგით, ყველაზე მთავარ შეკითხვაზე გადავიდეთ, ოჯახი, მოგვიყევით მათზე. ჩემი ოჯახი, მე 4 შვილი გავზარდე, მეუღლე გარდაცვლილი მყავს, ამ 4 შვილიდან 3 პედაგოგია. ალბათ ეს ტრადიციულად ჩემი ოჯახიც მე სადაც ვიზრდებოდი იქედან და მე შემდეგ როგორც პედაგოგი, ალბათ ჩაინერგა ბავშვებშიც ეს სიტყვა და სიყვარული ამ პროფესიის მიმართ. 3 მასწავლებელი მყავს, 4-ვენი და ოჯახებული არიან. შვილიშვილები მყავს, 11 შვილიშვილი, 3 შვილთაშვილი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემი შვილები ყველა საქართველოში ყოფილიყვნენ, მაგრამ რა ვიცი, ახლა მოხდა ისე, რომ ერთი ცხოვრობს საფრანგეთში და მეორე ცხოვრობს ესპანეთში. და ყველა შემთხვევაში ჰქონდათ შემშვილებს იმისი უნარი და იმისი შესაძლებლობები, რაც ალბათ ეთყობა აქედან ოჯახიდან მიიღეს და რაღაცა
ის საფრანგეთში მცირე მეწარმე არის, საწარმოაქმას თავისი და ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად და ესენი კიდევ ერთი შვილი ყავს, ჩემს ქალიშვილი არის, ისინი კიდევ იმათაც აქვთ თავისი საწარმო სტომატოლოგია და თავისი კლინიკა აქვთ და ესენი წასული არიან იქ რომ მოეხმარონ ბავშვების აღზრდაში. ერთი შვილი თბილისში ცხოვრობს მათემატიკოსია, მეორე კიდევ სამტრედიაში პირველ საშუალო სკოლაში დაწყებითების მასწავლებელი. წარმატებებს უსურვებთ თითოეულ. დიდი მადლობა. ტრადიციული კითხვა, რას ნიშნავს თქვენთვის სამტრედია, თქვენი მშობლიური კუთხე და რა განცდებს გიტოვებთ აქ ცხოვრება? რაც უფრო ასაკში შედის ალბათ ადამიანი, მით უფრო უყვარს ის გარემო, სადაც მთელი ცხოვრება გაუტარებია. ეხლა სამტრედია ჩემთვის რა თქმა უნდა ყველაფერია. სამტრედიაში ხეც კი მიყვარს, ქუჩაც მიყვარს. აი ბავშვები რო დარბიან ქუჩაში, ასე გამოდის სხვისი შვილები, ხო? ისინიც მიყვარს. ზოგჯერ ბურთი ჩამოუვარდებათ ეზოში, რაღაცა ჩამოხდებიან გადასატანად, არავითარი ის პირიქით მიხარია. ღამე რო გადმოვდგები და დავჯდები მარტო ვარ სახლში, მოგეხსენებათ 4 შვილი დავზარდე, მაგრამ ყველა თავისი გზით წავიდნენ. მიხარია, როცა ქუჩაში ახალგაზრდები მიდიან, ხმაურია ქუჩაში რაღაცა და მაგ შემოთავაზება შვილებისგანაც, რომ მათთან ერთად წავიდე, მაგრამ ალბათ სიკვდილის ბოლომდე სამტრედიაში დავრჩები. მიყვარს ჩემი სამტრედია, მიხარია ის რომ ლამაზდება დღითი დღე, მშვენდება და მე იმედი მაქვს რომ ეს წასული ჩვენი ახალგაზრდებია თუ მოსახლეობის ნაწილი დაბრუნდება, შეიქმნება ისეთი კარგი პირობები ჩვენთანაც, რომ დაბრუნდებიან ჩვენთან ერთად და აი ის ჟრიამოლი, ის ხალხმრავლობა უფრო და უფრო გაძლიერდება. და წარმატებას უსურვებ სამტრედიელებს ყველას, ჯანმრთელობას უსურვებ და მე რა შემიძლია როგორც ერთი პიროვნება, რაც მიკეთებია საზოგადოებისთვის, ალბათ სიკვდილის ბოლომდე თუ შევძლებ გავაკეთებ კიდე. გაიხარეთ, იდღეგრძელეთ პირველ რიგში. მადლობა. ასეთი კითხვა მქონდა თავიდან ხომ არ ნანობ თქვენს პროფესიაზე, თუმცა იმდენი თანაგანცდით საუბრობ პროფესიაზე, ისეთ სიყვარულით, ხვდები რომ ნამდვილად არ ნანობთ. თუმცა რას შეცვლიდით ან თუ შეცვლიდით რაიმეს? ახალგაზრდა რო იყო და თავიდან რო ვიწყებდი, ხო? არა, მაინც იმდენად მიყვარს ეს ჩემი პროფესია, რომ ნამდვილად არ შევსვიდე და არ ვიტყოდი ვარს პედაგოგობაზე. იმდენად სახალისოა და იმდენად რთული, როგორ გითხრათ, ეხლა რთული სამართავი. რთულია იმ შემთხვევაში თუ კლას ვერ მართავ და ბავშვებთან მუშაობა და თუ შენ თვითონ არ იცი და რაღაც შერდები და იჭედები, ბავშვი არ გაპატიებს არაფერს. და მარტივია იმ შემთხვევაში თუ თავს კომფორტულად გრძნობ ბავშვთან და კიდევ ვიმეორებ, დღევანდელი გადასახედიდან მასწავლებელი უნდა იყო ბავშვის მეგობარი. ნამდვილად. რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ გამოწვევად და ასევე ყველაზე დიდ მიღწევად? ეხლა მთავარი გამოწვევა ჩემი გამოწვევაში შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ დღევანდელ დღეს ტექნოლოგიის განვითარება წავიდა ძალიან წინა პლანზე და ვერ ჩამორჩები მასწავლებელიც. თუ ეს თანამე მით უმეტეს ჩვენ ეხლა ელექტრონულად საბუთების წარმოება მთლიანად ელექტრონულად ვიწერს. ამიტომ ის ფაქტი, რომ თქვათ მე ეს არ ვიცი, უკვე აღარ ვპატიობს ცხოვრება. ამიტომ მთავარი გამოწვევაც დღევანდელ დღეს მე შემიძლია ჩემთვის პირადად ეს ჩავთვალო და ვალდებული ვარ და იძულებული ვარ, რომ ეს ტექნიკას, ტექნოლოგიური განვითარებას მივყვემეც. და თავარი მიღწევა, არ ვიცი ახლა ეს დამოკიდებულია იმ შეფასებებზე, როგორ შეფასებას მომცემს ჩემი ყოფილი მოსწავლეები, ჩემი ყოფილი მშობლები, ჩემი პედაგოგებიც თუ გინდათ, აი გარემოცვა, სადაც მე ვმუშაობ დღეს. ვცდილობ ყველანაირად და მე მაინც დიდი მადლობა მინდა
უთხრა ჩემს თანამშრომლებს, რომელთანაც მე დღეს მუშაობ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, იმდენი დაფასება მოდის პიროვნულად ჩემთვის, ჩემი პედაგოგებისგან, ჩემი თანამშრომლებისგან, რომ რა ვიცი, ზოგჯერ უხერხულადაც კი მიგრძნია თავი, რომ ამ რით ვიმსახურებ მე, რომ ამდენ ყურადღებას მაქცევს ჩემი თანამშრომლები და ეს ყველაფერი, ეს მადლიერება, ეს ასეთი დაფასება მე დღესაც სტიმულს მაძლევს უფრო მეც, რომ კიდევ ვიმუშაო ბავშვებთან. არაერთი ჯილდო გაქვთ მიღებული. და რომ გითხრათ ამ ჯილდოების შესახებ. აი, ეხლა წერღანაც და ამ ინტერვიუშიც ვახსენე, რომ მე თავიდანვე მუშაობდი არა ანგარების მიზნით, არა იმის მიზნით, რომ თქვა ვიღაცა მადლობელი მეყოლება, ან ვიღაცა დააფასებს და რაღაცა, მაგრამ ჩემ დაუნებურად ეხლა დღეს მე რომ გადავხედეთ ჩემს პორტფელიოს და რომ ამოვალაგებ აი მიკვირს როდის მივიღე ამდენი ჯილდოები. ვარ დაჯილდოებული განათლების წარჩინებული სამკერდე ნიშნით. და დანარჩენი ახლა სიგელები, დიპლომები, მედლები, ესენი კიდევ ხო უამრავი. და ეს ძველ პერიოდში. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღესაც უკვე გრძელდება ეს ჩემს მიმართ ყურადღება. აი, მიწვეული ვიყავი როგორც დამსახურებული მასწავლებელი საღამოზე 2019 წელი იყო 2020. ეხლა შარშან კიდევ მერიის მიერ და ჩვენი განათლების რესურსების წარდგენით ალბათ ვარ პროფკავშირების წევრი. და პროფკავშირებიდანაც ძალიან ბევრი დაჯილდოებები მაქვს მიღებული, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო მაინც ჩემი მოსწავლეები არიან და ეს უკვე რა ვიცი ახლა რამდენად შევძელი მე რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეებში მადლიერების გზნობა ჩამენერგა, ეს ალბათ მათიციან და აუცილებლად დასაფასებელია თქვენი თავმჯდომარეობა, რომელიც ამ ბოლო ორ კითხვაში განსაკუთრებით გამოსცდა. და ბოლოს იქნებ დარჩა ისეთი სათქმელი, რაც ინტერვიუში არ გაჟღერებულა, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ჩემთვის სათქმელი, ხო რა ვიცი, მინდა რომ ყველა აი როგორც გითხარით, ეხლა მადლიერებისთვის არაფერი მიკეთებია, მაგრამ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ისეთი პიროვნება ვარ, რომელსაც ყველა სიკარგე მიხარია. რაღაც ყველა ადამიანის მწუხარება და რაღაცა ჩემზეც მოქმედებს. ამიტომ მინდა რომ ყველა ვაპატიოთ ერთმანეს თუ რამეს ვაწყენინებთ, ვიყოთ მადლიერები პატარა რაღაცისთვისაც და გვერდში დაუდგეთ ყველამ ერთმანეთს, რომ ძლიერები ვიყოთ, გვერდში დგომით აუცილებლად ძლიერები ვიყოთ და ვიზრუნოთ ჩვენი უკეთესი კეთილდღეობისთვის. ალბათ ზოია, მადლობა ასეთ საინტერესო გულწრფელი საუბრისთვის, ინტერვიუსთვის და რა თქმა უნდა დროის გამოყოფისთვის. დიდი მადლობა ამ პროექტში მონაწილეობის მიღებისთვის ჩემგან. მადლობა ყვავილების სალონ კესანეს ასეთი ლამაზი თაიგულის მორთმევისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ზოია თევზაძე ჭინჭარაძე. ამავდროულად მოგახსენებთ, რომ ყვავილების სალონი კესანე მდებარეობს სამტრედიაში რესპუბლიკის ქუჩაზე, მომავლის პარკთან.